ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს თქვენი ინფორმირება მევალება მე ნანიკოს და მე შევეცდები რომ ყველაფერი ზუსტად გიამბოთ თუ რა მოხდა დღეს მთელი დღის განმავლობაში შოუ ბიზნესში. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად. მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება ჩვენთან თბილისში. მე გეტყვით რომ ბაკურ ბურდულმა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო აი ამ პროექტზე მუშაობა. პროექტს ქვია აი ამ კლიპის გადაღება. დღეს ჩვენის აზრით უნდა დასრულდეს აი ამ კლიპზე მუშაობა. ეს სიმღერა რომელზეც ბაკური იღებს კლიპს შესულია მის ახალ ალბომში თითქოს. მოდით ერთად ვნახოთ თუ რა ხდება ბაკური და დაასრულა თუ არა კლიპზე მუშაობა. Gari, просто файлია. აი სიტყვაზე ერთის. არა. როცა გეტყვი წამოხვალ რა. ჩაწერას უძლებ. 4-5. ჰა? სიმღერას ქვია Pethouse გიორგისთან ერთად ვიღებ ამ კლიპს. ძალიან მომწონს გიორგის სტილი საერთოდ მუშაობის. და რა ვიცი, აი დღეს ალბათ ბოლო გადაღება გვაქვს და მერე უკვე მონტაჟი. ვიმედოვნებ, რომ მალე განახებთ რა. ანუ რაღაც ცოტა ვცდილობთ, რომ რაღაც ოდნავ უბრალო და ოდნავ ცოტა სხვანაირი რაღაც განახოთ რა. აბა წამოვიდე, რეპეტიცია. ეგრევე სახე. ჩემთვის ახალი წელი 14 იანვარს მოდის რა და ამიტომ ჯერ კიდე არ მოსულა რა ხო ხტები ანუ მე მაგ რიტმში ვცხოვრობ რა ჩემთვის ორიგინალური არის თვითონ სცენარი და არაფერს არ გავს მიუხედავად იმისა რომ დიდად თქვათ ფაქტურით არ გამოირჩევა და ჩვეულებრივი ისტორია არის, მაგრამ თვითონ სცენარი არის ცოტათი ორიგინალური, ეს მიმაჩნია მე რა. ვერია რომ აჩარგია. ვიცით? აბსოლუტურად აი ესეა, აი. რაპა ეწევი რა. პრობლემს. კამერისკენ წამოხვალ. წამო გეყოფა რა. ჩემთვის პირადად იმით არის საინტერესო რომ აი ჩემი პირველი კლიპია რომელშიც მე უკვე აი როგორც ვერ რეჟისორი ისე ჩავერთე ნუ ბუნებრივია ლომის წილი ხა გიოს მიუძღვის იმიტომ რომ ჩემი პირველი ნამუშევარი რახან არის ნუ გიოსგან სწავლობ ბევრ რაღაცას ანუ შემდგომში ვაპირებ რომ რაღაც მე თვითონაც რამდენიმე კლიპი გადავიღო და ნუ ნახოთ რა უბრალოდ თავარია რომ რაღაცა ეს სიახლე რომ უბრალოდ ეს ჩემი სამყარო მე რასაც გრძნობ და რასაც წერ უკვე როგორც რეჟისორმაც რომ რაღაც აი მივაწვდინო მაყურებელს და ჩემთვის აი ეგ არის უფრო საინტერესო ვიდრე ის რომ სუმევჩანდე კადრში კინოთეატრ რუსთაველში კიდევ მიმდინარეობს გახმოვანება მულტფილმისა სად არის ნემო. მე გეტყვით რომ ამ მულტფილმის გადაღებას დასჭირდა მთელი 5 წელი და დღესდღეობით მისი შემოტანილი თანხა შეადგენს უკვე $500 მილიონ. აი ესეთი მაღალ დაზღვეურებადი მულტფილმის ნახოთ თქვენ შეგეძლებათ სულ რამოდენიმე დღეში კინოთეატრ რუსთაველში. ჩვენი ინფორმატორის კამერამ უკვე დააფიქსირა რამდენიმე ცნობილი ადამიანი თუ როგორ ახმოვანებდა მულტფილმს. მოდით ახლა ვნახოთ ზუმბა და დუტა როგორ აკეთებენ აი ამ ყველაფერს. წავედით. რომელი
აი ესაა ზუ. რა გინდა? რა გინდა შეკაც? აი კარგია. ენგეში მნა, სუძღეში არის. Прокладка на месте. დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ მულტფილმის სახელწოდება ძალიან სასიამოვნო რამ არის. შეკითხვა ესეთი, სად არის ნემო? ხო და ჩემ პერსონაჟს რაც შეეხება, არის ესეთი პერსონაჟი აკვარიუმის თევზი, ზღარბ თევზა. რომელსაც თავისი რაღაცა ესა აქვს, რა ქვია, სამყარო აქვს. Ну, уехал в далекий путь, Лахман экспресс. ანიმაციური შემოქმედება ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარს და კარგია რომ ჩემი მეგობრები ამ საქმეს აკეთებენ და მეც მათთან ერთად ვარ. ეს ყველაფერი არა მარტო ბავშვებისთვის კეთდება. რას ამბობ არის მისვარ? რას ამბობ, კაცო? მე ვახმოვანებ ბულკი არის ეგეთი გმირი აკვარიუმის ყვითელი თევზი. ბულკს ვახმოვანებ და მასწავლებას კიდე ფინალში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.